შეფარება იყო და დარჩენი იყო ირანი რა. არ ვიცი 5000-წლიანი ისტორიიდან რა ვიცი მოდის და მოიმღერო და ესენი გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ იქ რომ უმაღლესი კულტურა ჰქონდათ კაცო და უბრალოდ და ახლა და გადაწყვიტეს რომ ამის განადგურება რა ნიტანია ხო და ჯერჯერობით არ მოხერხდა საბოლოოდ ასე განადგურება. ალბათ შეიძლება კადრში რო გამოჩნდე აქ. ხო, საბოლოო განადგურება საერთოდ არ მოხერხდა, მაგრამ ეს ჯერ არაფერია დამთავრებული, არავინ არ იცის კიდევ როგორ გაგრძელდება. ხო და მე საერთოდ ახლა კიდევ ერთი რაღაცა ვიცი, სალივან ეს რო განაცხადა, რაღაცნაირი ხალხია რა, მე არ ვიცი ხალხია საერთოდ ადამიანებია რა, ადამიანები 1 მილიონი არაბის სიცოცხლეო 1 ებრაელისო ფეხის ხელის თითის ჩხილათა ზარღილსო. ჩეთი რაშვაში არაბი რაშვაშია ირანი. როდის იყო საცხოვრობს ეს არაბები ირანში, ირანზეა ხო საუბარი. ამიტომაც მე ასე ამ ხალხის კატეგორიას რო ჩვენი დემოკრატიის შუქურაში ასე ესმით რომ ესე იგი 1 ებრაელი ბევრად მეტი ღირს ვიდრე მილიონობით არაბი. მილიონი არაბი? ნუ ნებისმიერი სხვა ერი, სხვათა შორის არა მარტო არაბი. ნებისმიერი სხვა ერი. ფეხით ხელის ჩხილია უფრო მეტიო თორა ეს ალბათ მილიარდობზე არა, ჩხილია. თან რაში იყო, იცი? ეს სადმე კულუარულად კი არ თქვა, ან სადმე უბრალოდ საუბარია. ოფიციალურად დაწერა ამ დემოკრატიის შუქურამ, რომ თურმე 1 ებრაელი სიცოცხლე უფრო მეტი არის ვიდრე დანარჩენი მილიონობით არაებრაელის სიცოცხლე. ხო და ამათ რო უსმენ, ხო აი მე სერიოზულად გეუბნები, ადრეც მე მაშინ ლაივში მე მართლა მეშინია უკვე და ფიქრობ რა ხანდახან ფიქრობ ხოლმე მართლა ესენი ადამიანები არიან ადამიანები მართლა უცხო პლანეტელები ხო არ არიან მე შეიძლება ფიქრობ რომ ახლა რაღაცას მე მართლა მაქვს ხანდახან ასეთი წარმოდგენა რა აი არის ისეთი რაღაცები რა ჩემთვის გაუგებარია კაცო და ნუ კანონით ასეთი რა არ შეიძლება რომ ასეთი რამე არსებობდეს აბა ესე რომ ჩვეულებრივი ადამიანები სალვა შეიძლება ერთი წუთით ჩაგერთო ხო მე პირადად როგორც ადამიანი ყველა ადამიანს ვინც არის ნეთანიაჰუს არდამჭერი ტაშს უკრავს ისრაელის აი ამ გენოციდს და უბედურებას რომელმაც მოაწყვეს ბოლო 2 წელიწადში მხოლოდ სასაკლაო პალესტინაში და დაღუპული არის 18000 მარტო ბავშვი. ვიცი მაგრამ თოთო ბავშვი, უცოდველი ბავშვი, რომელიც არის დაღუპული და ეს ხალხმა იცის და კიდე გამოდიან თვითონ ინდონეზია აქვს ეს ყველაფერი გაფუჭებული და სახელი რომ ევროპამაც კი რომელიც ყოველთვის მფარველი იყო ისრაელის ვერ დამალა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, ისრაელის პრემიერ-მინისტრს გამოუცხადა გენოციდში დადო ბრალი ოფიციალურად ჰაგის სასამართლო და გასცა დაპატიმრების ორდერი. არავინ არ დაიჯება იცი ეს შესაძლოა. არა ეს მე კი ვიცი რომ არ დაიჯება. ეს მე კი ვიცი, იმიტომ რომ ეს საერთაშორისო სასამართლო უფრო სიმბოლური სახელი აქვს ვიდრე სინამდვილეში რასაც წარმოადგენს, მაგრამ თვითონ ბრალდება და მტკიცებულება იმის, რომ ევროპის საერთაშორისო ტრიბუნალი, რომლის კი ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი და რუსეთი არ არის მისი წევრი, მაგრამ იგივე დიდი ბრიტანეთი, იგივე საფრანგეთი, იგივე გერმანია, იგივე ესპანეთი, იგივე იტალია, იგივე მთლიანად დასავლეთ ევროპა, ისინი არიან ამ სასამართლოს წევრები, იგივე ჰოლანდია, მთელი ეს ცივილიზებული სამყარო და აი ამ ცივილიზებულ სამყაროს რომ მკითხო, როგორ უჭერს ხარს სამხედრო დამნაშავე ნეთანიაჰუს და მის რეჟიმს, ჩემთვის პირადად ეს გაუგებარია დიდ დონეზე. იმიტომ როდესაც პუტინი შერაცხა ამ სასამართლომ დამნაშავედ ყველა ტაშს უკრავდა. როდესაც ნეთანიაჰუ შერაცხეს, მაშინ არა და ჩემთვის პირადად ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ქართველი, არის ამორალური პიროვნება, ეს არის უტიფარი არსება, ვინც ეს ყველაფერი იცის, მე არა მაქვს საუბარი კატეგორია ადამიანებზე, რომელი კატეგორია ადამიანები ზოგონ ფული აიღონ და ყველაფერზე მიდიან. მე მაქვს საუბარი უბრალოდ იმ ხალხზე, ვისაც რო